პროტესტის ავანგარდში დგანან კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ისინი ანონსებენ, რომ ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმის სახის მხილებას აგრძელებენ. ყველაზე დაკავებული ნაწილი ქართული თეატრის დღეს ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე რუსთაველზე დგას, ამბობენ, რომ არ ეშინიათ, არ ნებდებიან და მზად არიან ოლიგარქი ივანიშვილს და მის მსახურებს აჩვენონ, რომ რეპრესიები მათზე არ მუშაობს და უფრო მეტად ბრაზდებიან და წინააღმდეგობას უფრო მეტად გაუწევენ ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებს. სპონტანურად დაიგეგმა, რომ გუშინ გაეთენებინათ მათ მთელი ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან სოლიდარობა, გამოეცხადებინათ ანდრო ჭიჭინაძისთვის, სტუდენტებისთვის, რომლებიც ქართული ოცნების რეპრესიების მსხვერპლნი არიან. მას შემდეგ, რაც მთელი ღამე გაათენეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა დღეს გამთენისას ხმამაღლა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ. თავისუფლება რეჟიმის დღეს! თავისუფლება რეჟიმის დღეს! თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს! თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს! ბოლომდე! ვერც ერთი დრაკონული კანონი, ვერც ერთი რეპრესიული კანონი, ვერც ერთი მეთოდი, რითიც ცდილობენ ჩვენს გაჩერებას, დაშინებას და დამცირებას, არ იმუშავებს, ვერ იმუშავებს. ჩვენ უარესად ბრაზდებით ყოველ გადადებულ პროცესზე ჩვენი თანამებრძოლების, ჩვენ უარესად ბრაზდებით, როცა ჩვენს თანამებრძოლებს იმას უკეთებენ, რასაც თეატრალური სტუდენტებს უკეთებდნენ. ჩვენ საქციელს ვკარგავთ ლამის, ისეთი აღმაშფოთებელი იყო უბრალოდ ის, რაც ორი დღის ამ ორ დღეში ვნახეთ თეატრალურ. გამოუშვით ანდრო ჭიჭინაძეს და ყველა პოლიტპატიმარი ეს არის მთავარი სათქმელი, იმიტომ რომ ის რაც ხდება, უბრალოდ გაცდა ყველანაირ ზღვარს. ამიტომ ვიქნებით ყველგან, იქ ხან გორში, ხან თელავში და ხან კიდე სხვაგან. აღმოგვაჩენთ ყველგან იქნება ქართული თეატრი, აუცილებლად ქართული თეატრი არ გაჩერდება და ვიტყვით იმას, რაც სათქმელია, გამოუშვით სანამ დრო გადის და ძალიან ცუდია ეს. რა თქვენთვის არის ცუდი, თორე ჩვენ ვიქნებით ყველგან და დავიცავთ ყველაფერს. აი ამხელა ტყუილში, როდესაც ყოველდღიურად ამხელა ტყუილს ისმენ, ამისი გატარება აღარ გამოდის და ამიტომ არის ესეთი მშვიდობიანი პროტესტები აუცილებელი. ისეთი უსამართლობაა და ისეთი არ ვიცი რა სახელი დავარქვა უკვე. უსამართლობაზე მეტია ეს უკვე. რაღაცა ვაკხანალიას უფრო გავს, ვიდრე რაღაცა რეჟიმს. ხო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პროტესტს საერთოდ აქვს დიდი მნიშვნელობა, ბრძოლას აქვს დიდი მნიშვნელობა. ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი. თუ შევხედავთ უახლეს ისტორია საქართველოსაც, რუსთაველზე წყდებოდა. რუსთაველზე არის საქართველოს მაჯისცემა რა, რო იტყვიან და ვინც ყარად დგას რუსთაველზე ყოველთვის იმას გაუმარჯვია. ქუჩა მუშაობს, ქუჩაში დუხს ცხოვრება და ქუჩა არის დღეს გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისა და არც ერთ შემთხვევაში ამას არ დავთმობთ და ჩვენი ბრძოლა ლოგიკურ დასასრულამდე მივა. გაზაფხულის დადგომასთან ერთად საპროტესტო აქციები ახალ ეტაპზე გადადის. აქციები უფრო ფართომასშტაბიანი, უფრო ხმაურიანი და უფრო მკაცრი გახდება. უკვე დაანონსებული არის დიდი შეკრება 31 მარტს. ამ საპროტესტო აქციის ინიციატივით გამოვიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად და ევროპული მომავლის მცველებთან ერთად გეგმავს, რომ 31 მარტს მოაწყოს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია. 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმით ქართველმა ხალხმა თქვა, რომ საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი. 2025 წლის 31 მარტს ისევ ქართველი ხალხი საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს. ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე იქნება ძალიან დიდი შეკრება. ევროპული მომავლის მცველები აცხადებენ, რომ ქუჩის აქციები არის ის, რასაც ყველაზე დიდი ძალა აქვს. შესაბამისად არავინ არ აპირებს, რომ საპროტესტო აქციები შეწყვიტოს. იმ მსახიობებმა და ამ ადამიანებმა მისცა საქართველოს სტიმული. ეხლა უნდა გამოვიდეთ მთელი საქართველო და ყველამ ერთად დავსხვათ კიბეებზე და გავაპროტესტო. 90-იან წლებში მხატვრებს ჰქონდა გამოფენა ზამთარი გადასატანია თქო. და დღესაც იგივე პერიოდია, ეს რთული, მძიმე და აი ზამთარი გადავიტანეთ. და აი ახლა ის იგრძნობა უკვე ეს ხდება დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის სწორხარისგებარ და ყველაფერს ექნება ნათელი დასასრული. ყველგან იდგავს უკვე ფესვს.
ეს უსამართლობა და ეს აბსოლუტური აღვირახსნილობა და ძალადობა და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ამ მოცემულობაში არაფერმა არ შეგაწუხოს და არ გაგიჩნდეს სოლიდარობის ან თანაგანცდის სურვილი, იმიტომ რომ ეს ადრე თუ გვიან ყველას ეხება და შეეხება. მე ყოველთვის რაღაცნაირად იმით ვიმშვიდობ თავს, რომ ისტორიას რო გადავხედოთ, აი ესეთი ტირანული ყველა სისტემის ბოლო მაინც ის არის, რომ საკუთარი შვილების ჭამას იწყებს. ყოველთვის ეს მაგალითი მომყავს, ანუ აი რაღაცა კრონოსის, რომელიც უკვე შვილებსაც აღარ ინდობს. სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს რაც შეეხებათ, რომ მათ იცოდნენ, რომ ისინი არ არიან მარტო, რომ ისინი რისთვისაც იბრძვიან, ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ბრჭყალებში ვიტყოდი, სამწუხაროდ ჩვენთვის ვერ გახდა ეს ჩვეულებრივი ადამიანური უფლებები, რომელიც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს და სტრუქტურას უნდა გააჩნდეს, რომლისკენაც ჩვენ მივულტვით, იმიტომ რომ ჩვენ ესეთი საზოგადოება გვინდა ვიყოთ. ჩვენი სერიალი გრძელდება როსტაველზე. ველოდები რომ ნიჭიერი, განათლებული და ეს მართლა ფერადი თაობა დაამარცხებს ბნელს, იმიტომ რომ აი ზუსტად წეგანაც ვამბობდი, არ შეიძლება განვითარდეს კაცობრიობა თუ არ გაიმარჯვა პროგრესმა. მგონია რომ ადამიანები გაზაფხულზე გაცილებით მრავალფეროვან, განსხვავებულ და საინტერესო პროტესტის ფორმას მიმართავენ. ყველანაირი ცვლილება პროტესტში მაინც გვაიმედებს, რომ კიდე უფრო მეტ მუხტს გამოიწვევს საზოგადოებაში, კიდე უფრო გაძლიერებული და გაზრდილი უსამართლობის წინააღმდეგ. 31 მარტს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია უკვე დაანონსებულია. შეხვედრის დრო და ადგილი ცნობილია, თუმცა 31 მარტამდეც პროტესტი არც ერთი დღით არ შეწყდება. სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა საპროტესტო აქციით ქართული ოცნების ლიდერები ყოველდღიურად იგრძნობენ რეპრესიების მსხვერპლი ქართველი ხალხის სათქმელს, გაიგონებენ მათ ხმას, ხალხი დანებებას არაპირებს ევროპული მომავლისთვის. ისინი 100 დღეზე მეტია განან ქუჩაში საკუთარ პროტესტს გამოხატავენ და მოუწოდებენ ყველას, ვინც დღეს ჩუმად არის სახლში ზის და სახლიდან ადევნებს თვალს ამ ხმამაღალ საპროტესტო გამოსვლებს, გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან დღეს ყველა დარწმუნებული არის, რომ ოლიგარქის რეჟიმის რეპრესიები ყველა დარგს, ყველა სფეროს შეეხება.